ახალი 2025 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაბა კაზრეთში საახალწლო განწყობის შესაქმნელად ნაძვის ანთების ღონისძიება გაიმართა, რომელიც დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. ღია ცის ქვეშ სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე ანსამბლი იმედი ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა. ჩვენს მუნიციპალიტეტს და ზოგადად სრულად საქართველოს მინდა მივლოცოთ ამდენი შობა ახალი წელი. უსურო მშვიდობა, ჯანმრთელობა, ღვავი ბარაკა. მიმდინარე წელი ცოტა დატვირთული იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ ამ სირთულეებს და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა საახალწლო განწყობა, როგორც ადგილობრივი შემსრულებლების, ასევე ჩამოსული სტუმრების შემსუკან ჟღერს ლეგენდარული ანსამბლი ფორტე, შემდეგ გაგრძელდება კონცერტი და შეასრულებს არაჩვეულებრივ იუმორისტულ ნომრებს და ასევე სიმღერებს პაატა გულიაშვილი და ნიკა ყარაბიძე. შემდეგ საზეიმოდ აინთება ნაძვისხე და იქნება ფოიერვერკი. ეს დიდი ზეიმია, გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს, ბედნიერების, მშვიდობის, კეთილდღეობის წელი იყოს ჩვენთვის. დღეს ძალიან ლამაზი დღე ქონდა კაზრეთში. ძალიან ბედნიერები ვართ, ანსამბლმა იმედმა მიიღო მონაწილეობა, თითქმის სოლო კონცერტი ჩავატარეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. კონცერტს, რომელიც რა თქმა უნდა, ეძღვნება მომავალ ახალ წელს, მე მინდა ბოლნის კაზრეთს და ყველა იმ წინა საახალწლო განწყობის ასამაღლებლად ჯგუფმა ფორტემ ყველასათვის საყვარელი სიმღერები ააჟღერა. დღის მთავარი აქტივობის ნაძვისხის ანთების პატივი კი ნიკა არაბიძეს და პაატა გულიაშვილს ხვდათ წილად. მათ მიერ ჰიტად ქცეული სიმღერების შესრულების შემდეგ ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.